ბრუნდებით პირდაპირ ეთერში რადიო მედიის დღის არხის ფორმატში განმაგზავნებთ მუშაობას და სტუდიაში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ კონსტანტინესთან ერთად ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის 2026 წლის გეგმებზე ვისაუბრებთ იმ პროექტზე და იმ მრავალფეროვნებაზე, რომელთაც ისედაც გვანებიბრებს ხოლმე ეროვნული ბიბლიოთეკა და საინტერესოა რა მასშტაბის ღონისძიებებია დაგეგმილი, მით უფრო რომ ეს წელიწადი განსაკუთრებული ღირებულებისა და მნიშვნელობისა ეროვნული ბიბლიოთეკისთვის, რადგან 180 წლის დაარსების 180 წლის იუბილე აღინიშნება და ალბათ ამასთან დაკავშირებითაც ცალკე აქტივობები გექნებათ. პირველ რიგში და ალბათ დავიწყოთ იმით თუ რა იქნება ის პირველი და მთავარი წლის პროექტი, რომლითაც დაიწყებთ ასე ვთქვათ ამ წელიწადს და ასე ვთქვათ ერთგვარი გამოძახილი იქნება 180 წლის იუბილესთან მიმართებაში. ეროვნული ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნსაცავი. მე ვგულისხმობ იმ 3 მილიონ ნახევარ დაახლოებით 3 მილიონ ნახევარ. რამდენი ქართველის ვართ, იმდენი წიგნია. დაახლოებით. არა, მეტია 4 მილიონ ნახევარიც არის. დიახ, ხა გამახსენდა დავაკორექტირებ, რომ 4 მილიონ ნახევარი წიგნია დაახლოებით. დიახ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეპოზიტარიუმი ზოგადად ქართულ ენაზე ნაწერი ყველა დოკუმენტის ფოტომატიანეა. ამავდროულად ძალიან დიდი მასალა არის ჩვენთან და მათი დიდი ნაწილი ატვირთულია პროგრამა ივერიელში. აქ არის არქივები, ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწის მწერლის არქივი შევიძინეთ. ესეც არის თავმოყრილი ჩვენთან და რა თქმა უნდა არტეფაქტები. ეს იქნება ვთქვათ საფოსტო მასალები, თვათ პოსტასთან დაკავშირებული მარკები, ეს ყველანაირი არტეფაქტები, რომლებიც ასახავენ ასე ვთქვათ ქართული საზოგადოების ისტორიას, საზოგადოებრივი აზრის ისტორიას და ამავე დროს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიასაც. აი ეს ყველაფერი არის თავმოყრილი ჩვენთან. ეროვნულ ბიბლიოთეკას რა თქმა უნდა ამ სახელით ჩვენ ვიცნობთ 1998 წლიდან, როდესაც მისმა მაშინდელმა დირექტორმა, საკმაოდ მნიშვნელოვანმა საზოგადო მოღვაწემ აკაკი ძიძიგურმა ყოველგვარი შეთანხმების გარეშე დაარქვა ეროვნული ბიბლიოთეკა. მაშინდელ ცენტრალურ კომიტეტთან არ შეუთანხმებია, პირდაპირ ასე დაარქვა. რა თქმა უნდა, ამას გამბედაობა უნდა, ახლა მაშინ ეროვნული მოძრაობა ტრიუმფით იკვლევდა თავის გზას. და მიდიოდა თავისი მიზნისკენ, რასაც ქვია ქართული სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის აღდგენა და ბატონმა აკაკიმ ეს ნაბიჯი გადადგა, რისთვისაც დიდი მადლობა მას. ეს ცოცხალი აღარ არის. შემდეგ შემოგვიერთდა უკვე წიგნის პალატა, შემოგვიერთდა ქუთაისის დეპოზიტარიუმი, საკმაოდ დიდი ასე ვთქვათ ზომის შენობა არის, სადაც გარკვეული ნაწილი ჩვენი წიგნების ასევე განთავსებულია. ვლაბრის რეგალური სტამბა ჩვენ 4 მუზეუმი გვაქვს. ერთი ეს არის წიგნის მუზეუმი, რომელიც 2017 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა და სხვათა შორის ეს იყო გალაქტიონ ტაბიძის ოცნება, რომ საქართველოს ქონოდა წიგნის მუზეუმი და მან ერთ-ერთი წიგნის დეკადაზე გამოთქვა კიდევაც ეს მოსაზრება. შემდეგ ის 2017 წელს გაიხსნა. ჩვენ რარიტეტი გაგვაჩნიეს ეგ იშვიათი გამოცემები, ეს არის დაახლოებით 19,000-მდე იშვიათი გამოცემა. ფონდია იშვიათი გამოცემებისთვის საკმაოდ სერიოზული ციფრია. მისი შემქმნელი იყო ძალიან დიდი ამაგდარი ჩვენი ბიბლიოთეკის ახალბატონი ფერიდე კვაჭანტირაძე, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ მოესწრო წიგნის მუზეუმის გახსნას, არადა ეოცნებებოდა. გვაქვს ემიგრაციის მუზეუმი, გვაქვს პრესის მუზეუმი და გვაქვს ავლაბრის ქართულ ანარქისტ რევოლუციონერთა კუთვნილი არალეგალური სტამბა, სადაც ნაწილობრივ სვათ რეაბილიტაცია ნაწილობრივ დასრულებულია, თუმცა მეორე ნაწილი წინ არის რეაბილიტაციისა. ჩვენ ვაპირებთ რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ რეაბილიტაცია გავაკეთეთ უკვე მაჩაბლის დარბაზში. ეს იყო უმთავრესი დარბაზი იმ სათავადაზნაურო ბანკისა, რომელიც გაიხსნა, საუკუნეზე მეტი ხანია რაც გაიხსნა. მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში ის ცოტა რაღაც სხვანაირად იყო, ბევრი რამე
შეიცვალა იქ და ჩვენ პრაქტიკულად აღვადგინეთ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის არსებობდა თავიდან. მოახერხეთ პირვანდელი სახით. რა თქმა უნდა, ამაში ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია კომპანია ანაგმა, რომლის ხელმძღვანელიც ზაზა გოგოტიშვილი 2024 წლის დასაწყისში შეხვდა ეროვნული ბიბლიოთეკის მენეჯმენტს და მოილაპარაკა სწორედ ამ დარბაზის აღდგენაზე. ჯერ გაკეთდა იქ, ასე ვთქვათ, აღდგა მოზაიკის, ასე ვთქვათ, გადახურვა. ეს ახალია მართალია, ეს ადრე არ ყოფილა, მაგრამ იქ წყალი ჩადიოდა და ეხლა უკვე მოზაიკით იქნა ეს გადახურული და პრაქტიკულად დარჩა მებლირება, ანუ ავეჯის შეტანა ამ დარბაზში და ეს დარბაზი წელს გაიხსნება. ეს იქნება მართლაც მშვენება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და იწყება უკვე ასევე ჩვენი ბავშვობის დროინდელი დარბაზის დიმიტრი ყიფიანის დარბაზს გულისხმობ, მისი რეაბილიტაციაც წელს უკვე დაიწყება და ეს იქნება მართლაც ასევე სრულიად განსაკუთრებული ადგილი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება იუბილეებს, რომელიც თქვენ ახსენეთ, 180 წელი ხა 180 წლის წინ, რა თქმა უნდა, ეროვნული ბიბლიოთეკა ამ ფორმით არ დახუძნებულა. მე გულისხმობ 1857 წელს, როდესაც მთავარმართებელმა ვორონცოვმა მოაწერა ხელი შესაბამის დეკრეტს და პოეტმა ვახტანგ ორბელიანმა, რომანტიკოსმა სხვათა შორის გამოყო ფული, გარკვეული თანხა და ასევე დიმიტრი ყიფიანის აქტიური ჩართულობით იქნა შექმნილი ეს ბიბლიოთეკა. მანამდე სხვათა შორის 1840 წელს დიმიტრი ყიფიანს ჰქონდა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა შექმნილი და 7 წლით ადრე. 7 წლით ადრე და ეს საჯარო ბიბლიოთეკაც გახდა ამის ნაწილი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1857 წელს შეიქმნა იმპერიული ბიბლიოთეკა, ერთ-ერთი, მაშინდელი საქართველო იყო რუსეთის იმპერიის ნაწილი და გუბერნია რა, ორი გუბერნია იყო თბილისის და იქ აი იმპერიულ ბიბლიოთეკაში უკვე იყო ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც ჩანასახი, ერთგვარი ჩანასახი. სხვათა შორის ჩვენს ბიბლიოთეკას 1937 წელს გადმოეცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, რომელმაც შეწყვიტა არსებობა 1927 წელს მთელი ატრიბუტიკა, სიგნადი ფონდი, დოკუმენტები და არქივი. დაახლოებით 10 წლის თავზე უკვე 10 წლის თავზე გადმოგვეცა და ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ მემკვიდრენი ვართ სწორედ ამ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა, რომლის სათავეშიც დიდი ილია იდგა. პირდაპირ ძირიბის და ინტელექტუალური მემკვიდრეები. ასეა და ვაპირებთ, რომ აღნიშნოთ ეს იუბილე წელს. მეორე ასევე მნიშვნელოვანი თარიღი ეს არის იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ჩვენ სხვათა პრესის მუზეუმში ქონდა გამოფენა ყველა დედაენა, რაც კი გამოსულა 1876 წლიდან. ჩვენ გვაქვს ის ეგზემპლარი, რომელშიც არის გაკეთებული თავად იაკობ გოგებაშვილის მიერ კომენტარები, ჩასწორებები, შენიშვნები, მისი ხელით არის გაკეთებული და გვინდა რომ ეს წიგნი სასაჩუქრე ეგზემპლარად გამოვცეთ. არის ის უკვე გამოცემულია, შესაძლოა შევისყიდოთ და ასევე როგორც სასაჩუქრე ეგზემპლარი საიუბილეოდ გავავრცელოთ. ამას სხვათა შორის ეხლა ხანს კალენდარიც გავაკეთეთ დედაენის ნახატებით და ტექსტებით და ძალიან კარგი კალენდარი გამოვიდა. რის რეპრინტსაც ჩვენ კლავაც ვაპირებთ, ხა თებერვალშიც აზრი ექნება კალენდრის დარიგებას. ალბათ კი. აი აზრი ექნება, მე ალბათ აღარ ექნება. კარგი კალენდარი იანვარშივე მთავრდება. იანვარშივე მთავრდება, გეთანხმებით. ახლა რაც შეეხება დედაენას, ჩვენ გვაქვს ასევე ათობით გამოცემა დედაენისა და იმ პერიოდისა თავად, საქართველოს მეფის რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, გვაქვს გამოცემები დამოუკიდებლობის პერიოდის 1918-1921-ისა შემდგომ უკვე საბჭოთა საქართველოში გაკეთებული გამოცემები და უკვე დამოუკიდებელ საქართველოშიც 2018 წლამდე პრაქტიკულად ყველა გამოცემა გვაქვს. ესე იგი დედაენების თელი კრებული არის. თელი კრებული გვაქვს, დიახ, და ჩვენ ფიქრობთ, რომ აი როგორც მოგახსენეთ, აი ეს პირველი დედაენა სასაჩუქრე ეგზემპლარად დავარიგოთ. ზოგადად დედაენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გაგებით, რომ ეს იყო მართლაც გარდამტეხი ამბავი იყო ქართული თვითშეგნების, ეროვნული თვითშეგნების ისტორიაში. მე გულისხმობ 19 საუკუნის
ეროვნულ თვითშეგნებას, როდესაც განათლება პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ხალხს და დამწერლობის და კულტურული აი წერის და ენის მემკვიდრეობითობის რა თქმა უნდა. ხონერად გადახარშვა და გადააზრებაც რა საკვირველია უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება, არამედ ეს არის ეროვნული თვითმყოფადობის უმთავრესი ნიშანსვეტი ალბათ და ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ აი ქართველი ესე ვთქვათ 60-იანელებზე თუ მახვილებთ ყურადღებას, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული ეროვნული თვითშეგნება ჩამოყალიბდა ახალ დროში ილიას აზრით, აკაკის და ვაჟას ქნარით და იაკობ გოგებაშვილის სწორედ ამ განათლების მე ვიტყოდი თუ პედაგოგიური ხელოვნებით. აი ეს 4 რამაც ჩამოაყალიბა ქართული ეროვნული თვითშეგნება. და საბოლოოდ ის 3 რომელიც შეკრა მე ერთობლიობაში ენის მამულის და სარწმუნოების სახით ილიას. ხა რაც შეეხება ჩვენს პროექტებს კიდევ გიგანტური წიგნების პროექტი გრძელდება, გიგანტური წიგნების პროექტი გრძელდება 1886 წლის ივერია უკვე დასრულებულია და 1887-ის ივერიაც უკვე სრულდება, ალბათ დღე-დღეზე გამოდის. ეს არის ესე ყველა ნომერი მაგ წლისა და საკმაოდ დიდი შრომა იქნა გაწეული, რამდენადაც დაახლოებით 30-მდე ნომერში არ იკითხებოდა გვერდები. და მთელი რიგი ადგილები იყო ან წაშლილი, ან ხარვეზით იყო. ეს ხშირად გვხდება ხოლმე, სხვათა შორის მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ხდება გაციფრულება არ ნიშნავს მხოლოდ ასე ვთქვათ, კოპირებას არა, გაციფრულება ნიშნავს იმას, რომ ის რასაც ვაციფრულებთ და აღდგეს სრულებით. ანუ ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ძალიან ხშირად ჩვენ გვიწევს სხვა ბიბლიოთეკაში, ან სხვა საცავში, სხვა წყაროებში, სხვა ქალაქებშიც კი მოგვიკითხავს. მაგალითად, ახლა რახან ვარშავა, ჰელსინკი, ასევე რუსეთის იმპერიის ქალაქები იყვნენ, იქაც მოგვიკითხავს. ვარშავაში არაფერი აღარ დარჩა, ომის შედეგად სრულად განადგურებულია ყველანაირი არქივები. მაგრამ ჰელსინკი და პეტერბურგი რჩება და იქაც შეიძლება ბევრი რამ იქაც არის დაცული, თუმცა საქართველოშიც შეიძლება ეროვნულ არქივშიც ვიკითხოთ და სხვაგანაც, სადაც კერძო წყაროებსაც შესაძლოა მივმართოთ. თუ იმეს რა აქვს იმ პერიოდის, რომ აღვადგინოთ ის, რაც არის და თქვათ ხარვეზიანი არ იკითხება, ან თქვათ გადაკეცილი, ან ეს ყველაფერი უკვე ამ ახალ იბერიაში მთლიანად არის გამოსწორებული ეს ხარვეზები და რა თქმა უნდა ჩვენ ამ პროექტს გავყვებით 1907 წლამდე გვინდა რომ ყველა ნომერი გამოიცეს გიგანტური წიგნების სახით. აქ ჩვენ ვაპირებთ ასევე დავამატოთ ძალიან საინტერესო გამოცემა. ასევე გამოვცეთ ერთიან კომპლექტში ის თვითგამოცემა, რომელიც 1974-დან 1976 წლის მიწურულამდე გამოდიოდა საქართველოში, როგორც ნახევრად არალეგალური თვითგამოცემა და მისი გამომცემლები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. თვითგამოცემას ეთქვა ოქროს საწმისი დიახ. და ესეც რა თქმა უნდა არ არის ძალიან ადვილი საქმე, საჭიროებს ძალიან სერიოზულ სამუშაოებს, რომ ბევრი რამ არ იკითხება. აქაც იგივე პრობლემაა და საერთოდ მე ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ მომავალში და უკვე დადგა ეს დრო, როდესაც ძველ გაზეთებისთვის ხელის შევლება აღარ შეიძლება. ანუ უკვე ეს ვადაც, ასე ვთქვათ, ფიზიკური ვადაც ეწურებათ? რა თქმა უნდა, ფიზიკური ვადა ეწურება და ხელის შევლება გამოიწვევს უკვე მის სერიოზულ დაზიანებას. რამდენადაც უკვე მყიფე ხდება ეს ქაღალდი, რამდენადაც ეს სხვათა შორის მეტადრე 1917-დან 1961 წლამდე გამოცემებს ეხება, რამდენადაც ისინი შეიცავდნენ, მაღალი მჟავიანობით გამოირჩეოდნენ და რაღაც ისეთ ინგრედიენტებს შეიცავდნენ, რომლებიც ქაღალდს მედეგობა ისეთი არ აქვს ისეთი მედეგობა და შემდეგ 60-იან წლებიდან ცოტა გამოსწორდა ამბავი. ცოტა უკეთესი ტექნოლოგიის შედეგი. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიები შემოვიდა და ჩვენ გვინდა რომ განმჟავიანობის ლაბორატორიაც გავხსნათ, სადაც ეს ქაღალდი დამუშავდება და რა თქმა უნდა ამის გამოსავალი არის გაციფრულება და ოღონდ გაციფრულება ისე
რომ ყველაფერი იკითხებოდეს. შინაარსობრივი გაციფრულება და არა მექანიკური. არა მექანიკური, დიახ, რესტავრაცია, რასაც ქვია. რესტავრაცია ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მიმართულება, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი. ჩემი სტუდენტობის დროსაც რომ ვისულ ვარ და გველი გამოცემის გაზეთის თელი დასტა ამიღია, გადამიფრუსტლოს მიპოვია რაც მინდო და ამომიწერია, აი ეს ფიზიკური შეხების ელემენტი დროთა განმავლობაში უკვე ახალთაობას აღარ ექნება, ხო? უკვე აღარ ექნება, რამდენადაც, შეიძლება ერთეულები გასაგებია. ჩვენსკენ უფრო აქეთ ასე ვთქვათ გამოცემულ გაზეთებზე შეიძლება იყოს, თქო 20 წლის წინანდელზე ან 10, მაგრამ უფრო ძველზე, ანუ 1960-ლამდელ პრესაზე უკვე პრობლემური. არა და შემთხვევით მაქსოს როგორი შეგრძნება იყო, რომ ხვდები რომ ერთი საუკუნის ლამის წინანდელი გასული საუკუნის გაზეთია, საერთოდ სხვა ყოფა, სხვა ცხოვრება, სხვა ადამიანები, ტექსტი სხვანაირად იწერება, ქართული სხვა არის, მაგრამ რაღაც საერთო ჯაჭვი, თუნდაც ამ ფიზიკური შეხებითაც, ხო? ციფრული ეპოქის ესეც ერთი პლუსი არის ალბათ ყველაფერთან ერთად. რა თქმა უნდა, გაციფრულებაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ შესაძლოა ეს აი გიგანტური წიგნების პროექტი შესაძლოა გავრცელდეს სხვა გაზეთებზეც. საინტერესო გაზეთები, მაგალითად საქართველო, რომელიც გამოდიოდა ილია ჭავჭავაძის დროს, ესეთ გაზეთი იყო, ხო? ალბათ დიდი ალბათობით ასეც იქნება. დროება უნდა გავაკეთოთ მომავალში. პრესაა. რასაკვირველია, მათ სულ სხვა, აბას რაღაც რელიქვიის დატვირთვა ჰქონდათ მათ, ხო? მაგალითად რა აღმოჩნდა, რომ როდესაც არქეოლოგიური გათხრები აწარმოეს თბილისის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, არა, იქ მაშინ იყო ესეთი ტრადიცია, რომ ბოთლს მარხავდნენ ხოლმე საძირკველში, რომელშიც იყო ნიკოლოზის თუმნიანი. ოქროს თუმნიანს გულისხმობ, ოქროს მონეტა იყო ეს. დიახ. აქ თუმნიანის ნაცვლად არის ილია ჭავჭავაძის ივერია. ჩადებული. აბა. ეგ რელიქვია აბსოლუტურად. თალსახად ეს ერთგვარი გზავნილია წარსულიდან. რასაკვირველია, ეს არის წარსულიდან ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. გეთახმებით. ბატონო კონსტანტინე, ეროვნული ბიბლიოთეკა გეთახმებით აბსოლუტურად იმ ხედვაში, რითიც თქვენ დაიწყეთ საუბარი, რომ ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნების საცავი. და მით უმეტეს მახსოვს დაახლოებით 15-20 წლის წინანდელი ის გამოწვევა, როდესაც რთულ პერიოდში მოუწიათ ყოფნა ბიბლიოთეკას მუზეუმებს, როდესაც ტექნოლოგიების შემოსვლამ და რაღაც გარდამტეხმა ეპოქამ მათი ღირებულებაა და მათი დანიშნულებაც კი ლამის ნოლს გაუტოლა, ცოტა უტრირებულად საუბრობ, მაგრამ თითქოს ხალხმა ტექნოლოგიების ვირტუალური რეალობის ფონზე ჩათვალა, რომ ეს აღარ იყო საჭირო და უკვე რუდიმენტი იყო. და ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწიათ თქვენს კოლეგებს, ახლაც ფაქტობრივად ამ საქმიანობაში ხართ, იგივე მუზეუმებსაც და ბიბლიოთეკებსაც, რომ ხალხისთვის ერთი შეეხსენებინათ ამ ყველაფრის ღირებულება და მეორე ყველანაირად ეცადნენ, ასე ვთქვათ, ერთგვარი ხამელეონის რეჟიმი ჩაერთოს და თუ ადრე მარტო სამკითხველო დარბაზთან ასოცირდებოდა ბიბლიოთეკა და მუზეუმი შრალი რაღაც ექსპონატის დათვალიერება, ახლა აგზომინო ხალხს, რომ ეს არის საზოგადოებრივი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი, სადაც სრულიად სხვა ჭრილში და სხვა ფორმატში შეიძლება მოვიდნენ და იხილონ. აი ამ თვალსაზრისით, აი ამ ტრანსფორმაციის კუთხით, რომ ბიბლიოთეკის ღირებულება არა მხოლოდ წიგნის, არამედ უფრო ფართო ხედვის აღქმის არეალში მოექცეს, კიდევ რა ტიპის აქტივობებს გეგმავთ, ან აი ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს, როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, გეგმავთ ბევრ აქტივობებსაც, ვიზიტორების რაოდენობა უნდა გაიზარდოს და უკვე გაზრდილია, უნებრივია, ჩვენ როდესაც ვიყავით პარლამენტის დაქვემდებარებაში, ეს შეუძლებელი იყო. ეხლა უკვე ეს შესაძლებელია, ვიზიტორები კვლევა შემოდის უკვე. ამ სტატუსის მოხსნამ შესაძლებელი გახადა, რა თქმა უნდა, კომერციული მხარე გაჩნდა აქ უკვე. აქ ასე ვთქვათ, გააქტიურდა ასევე სამეცნიერო კვლევის მხარეც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არქივები არის იგივე ერთად იტალიის ბიბლიოთეკებში, ვატიკანის არქივში, ანუ კათოლიკე მისიონერების ცნობები საქართველოზე და ეს ყველაფერი არის შესასწავლი და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ ბევრი რამის გაკეთებას. შემდეგ კიდევ რამ შემიძლია გითხრათ, აი ავიღოთ მაგალითად ჩვენი საინტერესო პროექტი, რომელიც შარშან გავაკეთეთ, ის არის ქართული მწერლობა
თემატიზებული რუკაზე. 720 ქართველი მწერალი იაკობ ცურდაველიდან მახსოვს ამ თემაზეც ვისაუბრეთ და ახლა ამას შეემატა კიდევ ესეთ საინტერესო თამაში, რომელიც შევქმნით, ეს არის ქართული ლიტერატურის 72 პერსონაჟი, რომელიც დახარდა მხატვარმა ეკა მუხაძემ. ესეთ ძალიან ხალისიან ფერებშია და მართლაც საინტერესოთ არის გამოყვანილი. სამაგიდო თამაში რა თქმა უნდა, სამაგიდო თამაში იწყება ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებიდან და მოდის დათაც უთაშხიამდე და ოთარშხეიძის ბორიაყამდე, აქამდეც მთლიანად მოიცავს ქართულ ბელეტრისტიკას და ამ პერსონაჟებს. იქნება თამაში გამოცნობაზე, თითოეულ პერსონაჟს ექნება უკან ასე ვთქვათ, წარწერილი ის გზავნილი, ის ძირითადი გზავნილი, რომელსაც გამოარჩევს მას, როგორც გმირს გამოარჩევს მას სხვა პერსონაჟებისგან. ანუ ქართული ლიტერატურის ერთგვარი თანავარსკვლავედი და აი ამ თანავარსკვლავედზე აქებული ქართული ლიტერატურის პერსონაჟთა გმირთა და ნუ აქ რა თქმა უნდა ანტიგმირებიც არიან. ანტიგმირებია ჯაყო, მაგალითად ყაშა ლაზარი, არიან კიდევ, ხო არიან რა, მიხეილ ჯავახიშვილს ყავს განსაკუთრებით ასეთი ანტიგმირები. ეს ყველაფერი იქნება ამ თამაში და ესეც დღეს მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ძალიან ბევრი ვუჩივით მოზარდებში მით უმეტეს კომპიუტერთან და ტელეფონებთან მიჯაჭვულობას, რაც უფროსებსაც არ გვაკლია. მიუხედავად ამისა, რასაც ვაკვირდები, ძალიან კარგია ერთგვარი ტრენდი სამაგიდო თამაშებისა. ინტელექტუალური თამაშებისა და ვფიქრობ, დროულია თქვენთან ამ თამაშის შექმნა და ვინძლო რაღაც კუთხით შეიძლება ეს თამაშიც გახდეს კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი თუ საშუალება, რომ სასწავლო პროცესისთვისაც კარგი იქნება ეს. წიგნებთან დამოკიდებულებაც სხვანაირი გახადონ. რა თქმა უნდა, წიგნებთან და წიგნიერებასთან დამოკიდებულება იქნება ამ კუთხით განსხვავებული. ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება. ხათაშორის ჩვენ ასევე გამოცემას რაც შეეხება, საინტერესო გამოცემები, ასე ვთქვათ, შემიძლია დავასახელო. ერთი ეს არის დიმიტრი ყიფიანის ბიბლიოთეკის დამფუძნებლის ბიოგრაფია, დაწერილი არჩილ ჯორჯაძის მიერ. ეს გამოვიდა ეხლახანს. ასევე გამოვიდა შემიძლია დავასახელო ასევე კონსტანტინე გამსახურდიას თხზულებათა სული ბიბლიოგრაფია, დღემდე ეს არ ყოფილა არსებული. არავის არ გაუკეთებია. 1909 წლიდან 2022 წლამდე. ეს მთლიანად რაც არის, აქ იგულისხმება არა მხოლოდ რომანები, არამედ პუბლიცისტიკაც. მისი პუბლიცისტიკა, მისი გამოსვლები, სხვა ლიტერატურული, რა თქმა უნდა, სხვა ლიტერატურული პროდუქცია და სხვადასხვა გამოცემები სხვადასხვა ენებზე, ეს ყველაფერი წიგნში არის მოცემული. შემთთვის მზადდება გიგი ხორნაულის ფშავური დიალექტი. ესეთი ლექსიკონია, წარმოიდგინეთ, არ არსებობს ესეთი ლექსიკონი დღემდე არ გამოცემულა. დაახლოებით 5000-მდე გამოთქმა და სიტყვა. შევა ამ წიგნში. შევა ამ წიგნში ეს. ადრეც იყო საინტერესო გამოცემები, რა თქმა უნდა, ახლა სანამ მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი, მანამდეც გაკეთებულა მაგალითად ძალიან საინტერესო წიგნი იქნა გამოცემული ანკისის ხეობის შესახებ. ეს ადრე. ეს შეიძლება ითქვას არის ნამდვილი ენციკლოპედია. 1000-ზე მეტი გვერდია და პრაქტიკულად ყველაფერი პანკისის ხეობის შესახებ. და იმ კულტურის შესახებ, რომელიც ეს არის ქართულ-ქისტური კულტურა. მით უმეტეს რომ ეს ისტორია არ არის 1 და 2 წლის და თავისი რთული პერიოდებიც გამოიარა და ხო საინტერესო გამოცემა უნდა იყოს. მოკლედ არ ჩერდებით კოლეგებთან ერთად და კიდევ არაერთი პროექტით გისურვებთ წარმატებულ კიდევ მოსავლიან წელიწადს. მადლობა სტუმრობისთვის და ამ ყველაფერზე საუბრისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ბატონი კონსტანტინე გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ჩვენ ვისაუბრეთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ძირითადად მთელი წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი ბიბლიოთეკას და მით უფრო საინტერესო 2026 წლის წელი
ბიბლიოთეკისთვის, რომ საიუბილეო წელიწადია და საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იგივე დედაენასთან მიმართებაში ცალკე ღონისძიებებიც არის დაგეგმილი, ვინც გვიან შემოგვიერთდით და გაინტერესებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმართან დიალოგი რადიო ენდის Facebook გვერდზე აიტვირთება. მადლობა, ნახვამდის. მადლობთ.